ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ხანძარი თბილისში ლიკვიდირებულია ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე ჯერჯერობით მოვაჭრეებს არ უშვებენ, რადგან მიმდინარეობს ცეცხლის კერების დამუშავება. სამშობლო ჯგუფები ადგილზე რჩებიან. პროცესი სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაგრძელდება. ცეცხლი დაახლოებით 15,000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა, სადაც ტანსაცმლის, ხილბოსნაულის და სხვადასხვა პროდუქციის სასაწყობე ფართებია. ბოლო ინფორმაციით ნანა გოგატაძე გვერდება ადგილიდან, ნანა დეტალებს ველოდებით ჩვენგან. 8 საათზე მეტია, რაც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მეხანძრე მაშველები სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ეგრეთ წოდებული ბორჯომის ბაზრობაზე, სადაც დღეს დილით ცეცხლი ადგილობრივების ინფორმაციით დაახლოებით 7 საათზე გაჩნდა. მას შემდგომ აქ მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მეხანძრე მაშველები. ცეცხლი ღია კერა უკვე არის ლიკვიდირებული, თუმცა ახლა მიმდინარეობს კონკრეტული კერების დამუშავების პროცესი და შესაბამისად ტერიტორია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სრულად არის შემოსაზღვრული ყვითელი ლენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მედიის წარმომადგენლებს და არც აქ მყოფ მოქალაქეებს, მოვაჭრეებს, რომლებიც უშუალოდ ბაზრობაზე მუშაობენ, შიგნით შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ და მას შემდგომ, რაც დასრულდება პროცესები, უკვე ლენტიც მოიხსნება და ელოდებიან ეს ადამიანები, როდის მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ მოინახულონ მათი მაღაზიები და ნახონ თუ რა ხდება უშუალოდ ადგილზე. ჩვენთან საუბარში ისინი ყვებიან, რომ მქონდათ როგორც ტანსაცმლის, ასევე პროდუქტების მაღაზიები, ასევე სასაწყობე ფართები და განადგურებულია მათივე განცხადებით 10,000-ობით ლარის ოდენობის პროდუქცია. ბუნებრივია ვკითხეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ვინაიდან დღის განმავლობაში გავრცელდა არაერთი ვერსია, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზები და სწორედ ამან გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, თუმცა აქ მომუშავე ადამიანები ამბობენ, რომ ამ მხრივ პრობლემები არ ყოფილა და შესაბამისად ამ ვერსიასაც გამორიცხავენ. ერთ-ერთი რესპონდენტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით დილის 7 საათისთვის ერთ-ერთმა მოქალაქემ გაიგო აფეთქების ხმა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შემდგომაც გაჩნდა ცეცხლი და შემდგომ უკვე გავრცელდა ბაზრობის ტერიტორიაზე. რა მაღაზიებია და ძირითადად ტანსაცმელი პროდუქტები? ყველაფერი. ზევით იყო, საკოლმეურნეო, ტანსაცმელი, ყველაფერი იყო. ყველაფერი. ტანსაცმლის ფართობი ჰქონდა, დიდი ადგილი ჰქონდა და ძალიან ბევრი საქონელი. 50,000 ლარამდე და კისერზე ახლა მააწვება 20,000 ლარიანი ბანკი. არაფერი. ყველაფერი ხდება. რა გითხრათ, ამ ხელა ტერიტორია რო დაიწვა. რა იქნება მიზეზი? დენები აქ გამორთულია. მაგის მიზეზი არ იქნებოდა. თუ სპეციალურად ვიღაცამ გააკეთა, თუ სჭირდება ტერიტორია, თითოეულ მათთან მე მქონა ხელშეკრულებით შეხება, თუნდაც თანხის აგროვებაზე, თუნდაც ნებისმიერ ადგილის გაცემაზე მეხებოდა კონკრეტულად მე. გაჩნდა თოდუას ტერიტორიაზე ცეცხლი, მეორადებში მიყენია წარმომადგენელი, მოედო კედლიდან მის მაღაზიას და 15 წუთში გაალდა მთელი ტერიტორია. თვითონ ფიზიკური პირები არ მყავდა დაზღვეული, ანუ თითოეული წარმომადგენელი ესენი დაზღვეულები არ იყვნენ, მაგრამ ბაზრობა დაზღვეული იყო. მას შემდეგ, რაც დასრულდება მხრჩოლავი კერების დამუშავების პროცესი, ადგილზე უკვე დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები და გამომძიებლები დაადგენენ უკვე იმას, თუ რა გახდა რეალურად ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შიგნაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო 197 მუხლით, რაც ნივთის განადგურებას, დაზიანებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით გულისხმობს. მადლობა ნანა გოგატაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად ელექტროგაყვანილობას ახლდება. გამოძიება 197 მუხლი დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ბაზრობის ტერიტორიაზე ცეცხლი დილის 6 საათზე გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში 30 სახანძრო სამმართველო ბრიგადა მონაწილეობდა. ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ მოვაჭრეებიც, რომლებიც სასაწყობე ფართების იმ ნაწილის პროდუქციისგან დაცლას ცდილობდნენ, სადაც ხანძარი გავრცელებული არ იყო. დამწვარია ფართები, სადაც ტანსაცმელი, ხილბოსნაული და პროდუქტი იყო განთავსებული. დაკვამლიანების გამო მიმდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.
დილის 7-ის ნახევარზე შემოვიდა ზარი, რომ ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხანძარი. ამ მომენტში კლინიკაში იმყოფებოდა 95 პაციენტი. პრობლემა შეექმნა ჩვენს ჟანგბადის ქარხანას, ჟანგბადს, გენერატორებს, როგორც ხედავთ და ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში. ყველა პაციენტი იქნა ოპერატიულად გადაყვანილი. ჯანდაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ საჯველაძე ჩვენთან ერთადაა პირველი წუთიდან და მოგვეხმარა ყველაფერში. პაციენტები გადაყვანილები არიან პინეოში, ალადაშვილის კლინიკაში და ინგოროყვაში. ზოგიერთი პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, მათი გადაყვანა მოხდა რეანიმობილებით, ხოლო დანარჩენი პაციენტების სასწრაფო ჩვეულებრივი სასწრაფო მანქანებით. არც ერთი პაციენტის ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება, თორემ ეს კლინიკაში ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისად ევაკუირების საჭიროება არ დამდგარა, დროებით არის შეჩერებული ამბულატორიული მიღება გარე ტერიტორიაზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე და მიმდინარეობს პროტოკოლით გათვალისწინებული სამუშაოები, იმედი გვაქვს, რომ ხვალიდან უკვე ამბულატორიული პაციენტების მიღებასაც შეუფერხებლად გავაგრძელებთ. ლაური იყო ჭიათურაში მაღაროებში მონიტორინგის მიზნით მისულ სპეციალისტებს პროტესტის მონაწილეები ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ადგილზე იმყოფება პოლიციას, რომლის დახმარებითაც ელექტრიკოსებს და შესაბამის სპეციალისტებს არსებული ვითარების შემოწმების საშუალება მიეცათ. პირველ ეტაპზე ჩაერთო განიავების სისტემა, რის შემდეგაც ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენლები და შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები მაღაროებში უსაფრთხოების ზომებს შეაფასებენ. მონიტორინგი დაგეგმილია კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისისა და დარკვეთის მაღაროებში. ჩვენ წესრიგი უნდა უზრუნოთ. საზოგადოებრივი წესრიგი. კომპანია უნდა შეამოწმოს სპეციალისტებმა ეს მაღარო, რომ უსაფრთხო იყოს მუშაობის განახლება ამ კომპანიაში, ამ მაღაროში. კი ბატონო, ჩვენ შეგვიშლით, თქვენი მოთხოვნაც იგი იყო ადრე, რომ უმუშევარი არ დარჩენილიყო ხალხს. დიდი ხანი რო არის გამორთული და კოროზია რო არ ქონოდა და რაღაც რო ქონდა, გამთიშველებს ის შევამოწმე რა მდგომარეობაში. ჩაირთო შუქრუთის ცენტრალური განიავების ვენტილატორი შუქრუთის მაღაროში. ხალხი ხო უნდა შევიდეს და გადაამოწმონ შიგნით მაღაროს მდგომარეობა, რა მდგომარეობაშია მაღარო. იმათ ჰაერი ჭირდება, შიგნით ჰაერი არ არის. კაცი რო შევიდეს შიგნით ხო უნდა ის უთქოს. მანამდე განცხადება გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყება წერს, რომ ბოლო დროს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს. აქედან გამომდინარე ადგილზე მართულ წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულები იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნაყოფების თანამშრომლები. მოუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს არ დაარღვიონ კანონი. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთის მხრივ ჭიათურის მოსახლეობას ჰქონდეს დასაქმების საშუალება, მეორეს მხრივ კომპანიას შეექმნას პირობები იმისათვის, რომ აწარმოოს საკუთარი ბიზნესი და შესაბამისად მოქალაქეებს ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება. ამ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული ჯგუფები, რომელმაც ნახეთ თქვენ კარგად, რომ თავდასხმა განახორციელეს კომპანიის წარმომადგენელზე, მას ძიმე ჯანმრთელობის დაზიანება აქვს მიყენებული, სავარაუდო დანაშაულის ჩამდგენი პირები დაკავებულები არიან, ამავე დროს პოლიცია რჩება ადგილზე და აკეთებს ყველაფერს, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე იყოს დაცული. ამიტომ მოუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გარკვეულ ასე ვთქვათ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებისგან. პარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. სხდომაზე დღეს წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდები დაკავებული და წლების შემდეგ გამართლებული ფოტოგრაფების საქმე განიხილეს. დეპუტატებმა ნათია და ირაკლი გედენიძეებს მოусმინეს, რომლებმაც უფლებების შელახვის ფაქტები გაიხსენეს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და კესო ქაფიანიძეს ჩართვა ახლო პირდაპირ ეთერში გისმენთ გესო. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნათია გედენიძის მოსმენა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მან დეტალურად ისაუბრა 2011 წლის 7 ივლისის ღამეს მისი და მისი მეუღლის დაკავების ფაქტზე. მან აღნიშნა, რომ სახლიდან ის პირდაპირ გადაიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, როგორც ის იხსენებს, მას აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალის გამოქვეყნებით და ასევე აშანტაჟებდნენ შვილების სიცოცხლის
უზრუნველყოფით მან გაიხსენა ისიც, რომ ის პროცესში, როდესაც მას აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა მისი ქმრის ჯაშუშობა, ის გახდა ცუდად, მას ედავებოდნენ როგორც მის მეუღლეს, ქვეყნის ღალატს და ჯაშუშობას. შენო ბიჭიც ყავსო, გოგოც ყავსო. ეხლა აი ამის ქვეშო, ჩვენო რაცა გვაქვს დაბეჭდილიო ესო. შენო ამასო რომ ნახავო და შენი შვილები ნახავენო და არა მარტო შვილებიო. არც მათ მოუნდებათო რომ შენ მათი დედა გერქვასო და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილით. ამისთვისო ჯერ არ გაჩვენებთო, ამისთვისო შენო იცი რა უნდა გააკეთო. ეხლა ფურცელზეო. ესეთი რვეულის ფურცელზე იყო რაღაც ხელიდან წერი. აი ამ ფურცელზეო რაც წერია უნდა დაიზეპირო და აუცილებლად უნდა ისაუბრო კამერასთან ამაზეო. აი ამის შემდეგო ჩვენ შევთანხმდებითო ამის გზაკვალზეო. ეს არ ვიცი რა არის ჯერ. და აბრუნებენ ამ ესე პრინტერზე ამობეჭდილ ფაილს. ამ ფაილს ვხედავ ჩემს საკუთარ ფოტოს, ჩემი მეუღლის გადაღებულს, ჩემივე სახლში, ჩვენივე სტუდიაში. სატესტოდ იცოდა ხოლმე, სადაც განათებას რო ასწორებდა ხოლმე, მე იქვე ვიყავი როგორც ობიექტი. სახლის ლუქით. აი ეს ფოტო რატო უნდა ყოფილიყო კომპიუტერშიო, იქ სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიანო. და ვხედებ და ფოტოზე ისეთი არაფერი არ არის, რაც ვთქვათ. მე კითხვებს ვადებს, მაგრამ არის ესეთი საოჯახო, საკუთარი, ინდივიდუალური, პირადული. მე უკვე წარმოვიდგინე, რომ აი სანამ ამას ამობეჭდავდნენ, ამას რამდენი ადამიანი და მათ შორის მამაკაცი განიხილავდა და უყურებდა, მანამ სანამ ჩემამდე ჩამოვიდოდნენ. ამის მერე მე რაღაცნაირი ყურებში მქონდა რაღაც დახშული ხმები და მე დავკარგე გონება. ნათია გედენიძემდე კომისია მის მეუღლეს ირაკლი გედენიძეს მოусმინა ის 2010-2011 წლებში მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი იყო შესაბამისად მას ბევრი ოფიციალური და არაოფიციალური ღონისძიება აქვს გადაღებული მიხეილ სააკაშვილისთვის გარდა პრეზიდენტის პრესსამსახურში მუშაობისა ირაკლი გედენიძე იმ წლებში და დღესაც საერთაშორისო გამოცემა როიტერის ფოტორეპორტიორია და სწორედ მას ამ დეტალს უკავშირდება მისი დაკავება ის 26 მაისის ღამეს იღებდა ფოტოებს იმ ძიმე კადრებს როგორ ხდებოდა აქციის მონაწილეების და მედიის წარმომადგენლების მათზე ძალადობა, მათი დაკავება და მათი რუსთაველიდან გაყვანა. სწორედ ეს კადრები, ეს ფოტომასალა გადასცა როიტერს ირაკლი გედენიძემ და სწორედ ამას მოყვა მასზე შურისძიება, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ მის დაკავებაში გამოიხატა. ირაკლი გედენიძემ გაიხსენა მისი დაკავების შემთხვევა, მან აღნიშნა, რომ სახლიდან მოდულამდე სანამ მას მიიყვანდნენ დასაკითხად, ის მიიყვანეს ჯიქიის სასაფლაოზე, სადაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და აწამეს. შემდეგ იყო მოდულის შენობა, სადაც მას შანტაჟის, ძალადობისა და იძულების გზით ჩვენება მიაცემინეს იმაზე, რაც მას არ ჩაუდენია, მას ედავებოდნენ ქვეყნის ღალატს და ჯაშუშობას. ნახე, წვერებიანი მამაკაცი ხმას ვერ იღებდა, ხელბორკილები ჰქონდა უკან, ხელბორკილი პლასმასის იმითი ხუტებით ჰქონდა შეკრული ხელები ზურგზე დამაგრებული. აი ღმულიც არ შეეძლო, ღმუოდა და ერთი სისხლიანი სახით და ეს ისეთი შემზარავი იყო ეს მომენტი, რომ აპარატი რაც მომიღია, რაც მეთქი რაც იქნება, აი ჩამოკიდებული აპარატით სამი კადრი მაქვს მოსწრებული და გავიარე ეს ვითომ იმიტომ რომ იქ კადრში და ჩანს სპეცრაზმელმა შემომხედა რომ ვიღებდი თუ არა. ამრავი იყო, იქ სადაც არ უნდა გაგეხედა. აი ყველგან ნაცემი დალეწილი ხალხი იყო. სამსახურში იცოდნენ რომ იქ ვიყავი, კი. გასაგებია. შემდეგ დაუბრუნდები უკვე იმ მომენტს 7 ივლისს. დაახლოებით 2:09 ალბათ. რკინის კარებზე ატყდა ბრახაბრუხი და ჩოჩქოლი იყო გარეთ. ანუ ჩაწოლილები ვიყავით, უცებ შემოვიცი გავედი, ვიკითხე მეთქი რა ხდება, ვინახარ და
მეზობლის ბინა გატყდაო, გატეხესო და თქვენი დახმარება გჭირდებაო. მეთქი ვისი ბინა და ვინა ხართ მეთქი და პოლიციიდან ვართო. გადავწიე თუ არა აი სახელური და ეგრევე მოაწმენ და შემოვარდნენ იქნებოდნენ დაახლოებით 10 კაცამდე. კონდაზვერვიდან ვართო და თქვენო დაკავებული ხართო ჯაშუშობისთვისო. ერკვა რომ მეუღლესაც აკავებდნენ, ჯიქიაზე მივიდნენ, მიადგნენ იმას სასაფლაოს. იყო ახალ გათხრილი საფლავი. და დაიწყეს ცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყავენ აი ყველა მხრიდან და დამიწყეს მუხლებში, აი მუხლის ქვევით ისინი ფეხით დარტყმა და ვიღაცა მერე უკიდან მომეპარა კეფაში ჩამატყა. წიეს, ჩამდეს, რასაც ქვია, მანქანაში და წამიყვანეს მოდულში. ცემატყებას კიდე გაუძელი, აი ვერ გაუძელი ჩემ გამოფენას, ქალბატონო მთია. კედლებზე ორივე მხარეზე ჩემი გადაღებული ფოტოები იყო. ჯარი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ჩემ გალერეაში გამატარეს ფაქტიურად და უცებ მესმის უკან დაიჩოქე ბიჭო, დავიჩოქე. ეხლა კეფაზე დაიწყე ხელები და როგორც ესე დრო ხრიტავენ ვიდეო კადრები მაქვს ნანახი. რო ხრიტავენ, აი ესეთ პოზაში დამაყენეს. თქვენო ეხლა გვინდაო რომ ყველაფერიო კარგად ჩამთავრდესო, ბავშვებიო, ხო იციო, ბიჭიო, რომელ სკოლაში სწავლობსო, გოგო როგორ გაიზრდებაო, დედის გარეშეო, ესეო, რა მუხლი გაქვთო იციო, ერთიო მინიმუმ 20 წელი, მოკლედ აი ესე იმაშვებიან ზეწოლა. სუბუქი ნათქვამია კიდე ქვევით სარდაფში, იქ ჩაწერეს ჩემი აღიარებითი ვიდეო. რა თქმა უნდა მოსამართლე გაგვიშვა იქიდანვე გლანის ციხეში. არც ჩამოსაჯდომი არაფერი, ძირს ბეტონი იყო თუ მეტლახის იატაკი იყო იქ. პირდაპირ დაწოლილიყავი, დამჯდარიყავი, ყვანეს ადმინისტრაციულ კორპუსში. იქ დამხვდა ეს გამომძიებელი. ეხლა უნდა გვითხრა, მოკლედ ესე გვჭირდება, რომ შენ იღებდი იმას ჯარის ხო წვნებზე და იქო დაყვებოდიო პრეზიდენტსო კი მე ვთქვა ჯარი გადაღებული რა თქმა უნდა მეთქი. ხო და აი ეგ ჯარის ფოტოები რომ გადაუგზავნეო მერე გეტყვითო ვისაცო. ვის გადაუგზავნ მითხარით მეთქი იქნება ვიცნობ მოკლედ ჯარის ღალატი უნდა და აი მაშინ უკვე აი ძალიან ცუდად გავხდი რა. შეგიძლია ხელს მოგიწერო მიშას სწავლავდი მაგაზე ხელს მოგიწერს მე ვთქვა. კარგიო მაშინ აბა გვირაბზე გითხარიო ჯარზე არ მოგიწერ შანსი არ არის მოვთხარი ჩამსვით ბოლომდე ვიждე. აბა გაიხსენეო გვირაბის ამბავიო. რა ხდებაო და არ ვიცი მე ვთქვა მართლა არ ვიცი სოდი რა გვირაბი არ მახსენდებოდა. იყო გეგმაში რა ქვია სახანძრო გეგმა. რომ სახანძრო გეგმა გადავეცი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს. და უცხო ქვეყანა ეს საქმეში ეწერა ის გრიფით საიდუმლო რო იყო. თორე იყო რუსეთი რა თქმა უნდა ნაგულისხმევი. თქვენ ამაში მონაწილეობდით. რა თქმა უნდა როგორ გამოგეგონათ თქვენ წინააღმდეგ ბრალი? კი ბატონო, ამას ვიყვებით. რა თქმა უნდა და სახანძრო გეგმა ჩაიხსნა იმ წუთასვე რომ იმიტომ რომ ის დივნის იმ ქალბატონის ალბათ გაწილვა არ უნდათ და რაღაცა ანუ ეს სახანძრო გეგმა მე საქმეში მე აღარ შემხვედრია ჩადეს დამლაგებლების სია რომელიც ჩემთან გავლილი არ იყო. საბოლოოდ ბრალი ასე ჩამოყალიბდა თქვენი მონაწილეობით, იმიტომ რომ გამოსავალის ძიებაში თქვენს გაიცულეს რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის სასახლეში დამლაგებლების სია საიდანღაც აიღეთ, ან თქვენვე შეადგინეთ და გადაეცით რუსეთის სპეცსამსახურებს. დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მე-19 სხდომა რამდენიმე წუთის წინ უკვე დასრულდა. დღეს კომისიის წევრებმა მოისმინეს ფოტოგრაფების საქმის ფიგურანტების ჩვენებები. მე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე სულ 60-მდე პერია დაკითხული, აქ მათ შორის არიან 30 დაზარალებული.
მადლობა კესო ქაფიანიძე საუბრობდა პარლამენტიდან კურიერის ეთერში. მანამდე კომისიის ხდომაზე გიორგი აბდალაძის მოусმინეს. ის სამ კოლეგასთან ერთად 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდები დააკავეს. გიორგი აბდალაძემ დღეს გაიხსენა 26 მაისის აქციის დარბევა. ისაუბრა მის დაკავებაზე, იძულებით მიცემულ აღიარებაზე და წამებაზე, როგორ გაუსწორდა ფოტოგრაფებს ყოფილი ხელისუფლება აქციის დაშლის გაშუქების გამო. სულ ხედავ ხოლმე Facebook-ზე ვიღაცები რაღაც სტატუსებს დებენ 37 წელია და რაღაც აი 37 წელი იყო ზუსტად ის რაც ჩვენ გავიარეთ. როდესაც ღამის 3 საათზე შემოვარდნენ სახლში ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს სამშობლოს ხალათი. დღევანდელ დღეს ახლა ჩემი როგორც ერთი რიგითი მოქალაქის ყოველთვის მადლიერი ვარ. ყოველთვის მადლობას ვეთქვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. ნაციონალური მოძრაობა რო ყოფილიყო სათავეში დღემდე მოსულიყო, ხო? აი ჩათვალეთ რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპებოდა დღეში. ამის 3 საათი იყო კაზზე კაკუნის ხმა იყო ზარის ხმა იყო. დავაღე უცებ შემოვარდნენ დაახლოებით ერთი ალბათ 10-15 ადამიანი იქნებოდა. ოჯახის წევრებიც გაუგნებული დაჩენ, რა ხდება ხომშვიდობა, თქვენო გადით ოთახიდანო. მე წამიკითხეს ბრალდება, რომ თქვენ ბრალი გედებათ ჯაშუშობაში, ხასეებს ავსებდნენ იქ ზედაპირულად ჩაატარეს ვითომ ჩხრეკა, იმიტომ რომ საერთოდ არ აინტერესებდათ. რაღაც ეს გეგმა იყო შედგენილი. ჩვენი პატიმრობის გადავდივარ და ისევ დავბრუნდები ამას. ჩვენი პატიმრობის პერიოდში ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა ვანო მერაბიშვილის, უტიაშვილის, ხიზანიშვილის, ბოკერიას, სააკაშვილის და ადეიშვილის საუბრები. სადაც მემაგინებენ. ანუ მანქანაში რო ჩაქვსეს, ხო იცი ხა რაზეც დაგიჭირეთ რა, რაზე დამიჭირეთ მეთქი რა. სისულელია, აბსურდია, გაირკვევა ყველაფერი უახლოეს მომავალში მეთქია. დამიწყეს გინება რაღაცა და მოდულის შენობასთან რომ მიმიყვანეს, ერთი ეუბნება მეორეს, ის რაცია ჩართული ქონდათ ხომ ახლა ყველა დავიჭირეთო ესენიო. ინაგანად გრძნობდი ამას, რომ სავარაუდოდ ამ 26 მაისის თემაზე იქნებოდა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ეს იმდენად მძიმე ფოტოებია, რომ მსგავსი კადრები არ არსებობს. ანომერაბიშვილმა, უტიაშვილმა ეს ბრძანება მიშასი განწყობა, რომ ყველა ფოტოგრაფი დასაჯეთო, შეასრულეს ამათმა. გდანის საპყრობილე ეს არ იყო ციხე. ეს იყო ჩვეულებრივი კონცლაგერი. ადამიანების წამებით, განადგურებით შეგვიყვანეს გდანის საპყრობილეში. აი მანდ რო ხდებოდი ადამიანი, უკვე მიხვდი რომ ან საქართველოში იყო კიდე პატარა საქართველო, რომელიც იყო პირადად ამათფლობელობაში, სადაც ადამიანის ღირებულება და ფუნქცია იყო ნული. იატაკზე ვიწექით, რომ გვესუნთქა. ირაკლი აქეთ ხარეს იყო და ირაკლის მოპირდაპირე მხარეს პატიმარი იყო, რომელსაც გალის გარეთ ქონდა ხელი გამოყოფილი, ან იატაკზე იჯდა. გარედან ქონდა ბორკილები გაკეთებული, რომ ვერ ამდგარიყო. და იყო ნაცემი, გასისხლიანებული იყო და რაღაც გადაფარებული ქონდა მაისური. პირველივე დღეს, როდესაც საკანში გადაგვიყვანეს, ამიყვანეს გდანის ციხის დირექტორთან, კილერასთან. ეგრეთო მე გავიგე, რომ ზედმეტ სახლი კილერი ქონია. ეხლა ჩადიო საკანშიო და კარგად იფიქრეო, დრო გაქო შენო მაღაზეო, რომ აღიაროთ ის დანაშაულები. ფსიქოლოგიური წნეხი იმისი, რომ შვილს მოგიკლავთ, იმას ვიზავთ, ამას ვიზავთ, სურათებს მაჩვენებდნენ ჩემი ძმების. ხდება ესეთი რაღაცა, რომ მე გავყავარ საკნიდან ვიქტორ ყაჭეიშვილს, ეს იყო რეჟიმის უпроცეს მოადგილე, როგორც მახსოვს და რაღაცა და მეუბნება, რომ განცხადება უნდა დამიწერო, რომ შიმშილობა შეწყვიტეო. და შენ თუ გინდა ის შიმშილე, რაც გინდა ის იქნიაო რა, რაც გინდა ის გააკეთო, განცხადება უნდა დაწერო. რომ ესაო, ვითომ მამაო გირჩიაო, შიმშილობის შეწყვეტა არ დავწერ მეთქი. ჩართო რაცია და მე მითხრა, ხა გაჩვენებ შენ ეს როგორ უნდაო. გამოიყვანეთ საკანში ვინ არის ამასთან ერთად. გამოიყვანეთ სხვა პატიმრები და უკაცრავად შენ თვალწინ ხა
აღარ კონკრეტულად რაზე იყო საუბარი რა. გავაუპატიურებთო ეს გითხრათ? ცემთ და გავაუპატიურებაზე იყო საუბარი. ვაწამებთო და მე თქვენ ერთად რომ მოხვდებით საკანში ისინი მოგხედავენ. ეს იყო მუქარა. ქართული ოცნების ყრილობა 7 მაისს ჩატარდება. პარტიის ოფისში დღეს პოლიტიკური საბჭოს ხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ განიხილება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც ასევე ყრილობაზე დამტკიცდება. მართული გუნდი ACT-ის სპეკულაციურ ეკონომიკურ კვლევაზე საუბრობს. ორგანიზაცია გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში ფინანსური კრიზისი დაიწყება. ACT არის ACT გლობალში შემავალი ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ რუხაძეა. ქართულ ოცნებაში დღეს რუხაძის აქტიურობა გაიხსენეს და თქვეს, რომ კვლევა პოლიტიკურ მიზნებს ატარებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არასწორი განწყობების შექმნა. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის ახლა კურიერს უერთდება. შოთა, გისმენთ. ACT არის კვლევასთან დაკავშირებით პოზიცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების არის შემდეგი. ისინი ფიქრობენ, რომ ქვეყანაში მიუხედავად არსებული ეკონომიკური პარამეტრებისა, რომელიც არაფრით არ მოასწავებს რაიმე სახის ეკონომიკურ გართულებას, სამომავლოდ მაინც მოსალოდნელია ეკონომიკური კრიზისი და ეს ყველაფერი ბუნებრივია, მათი თქმით აისახება საზოგადოების განწყობაზე, ეჭვიარეპარებათ კვლევის ობიექტურობაში ოპოზიციის წარმომადგენლებს და ამბობენ იმასაც, რომ ციფრები, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი თუ სხვა, ასე ვთქვათ, სანდო, საერთაშორისო ინდიკატორები გადმოსცემენ, რეალურად მოსახლეობის განწყობებს და ვითარებას არ ასახავს. რიცხვებით სპეკულაცია როგორ უნდა მოახდინოს? სახაზინო მონაცემებია და საჯარო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაცია, რომ თუ 300,000-მდე იყო იმ 18 წლიანი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომელიც ითხოვს სოციალურ შემწეობას, დღის მდგომარეობით, ანუ 2024 წლის მონაცემებით 375,000 არის ასეთი მომთხოვნი, ანუ გაიზარდა. ადამიანს როცა საჭმლის ფული არ აქვს და წამლის ფული არ აქვს და შენ ეუბნები, რომ თუმე ყველაზე მეტად გავითარდი ბოლო წლების მანძილზე, ეს იწვევს ხალხის ხაზიზია. ოპოზიციის რიტორიკა და ოპოზიციის პროპაგანდა ადამიანს, რომელსაც საჭმლის ფული არ აქვს და წამლის ფული არ აქვს, რაში ჭირდება? ან პენსიერ ვარფერში არ ყოფნის ეს ადამიანს, ოპოზიცია რასაც არის რომელიც ეუბნებოდეს, რაში ჭირდება ოპოზიციის თქმა იმის მისახვედრად, რომ თვითონ არის ძალიან მძიმე ეკონომიკური მოვალეობა. ACT არის საზოგადოებრივი აზრის კვლევა. სარენდობიან მართველ გუნდში ქართული ოცნებისთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ACT გლობალის დამფუძნებელი პარტნიორი, რომელიც მათი თქმით აქტიურად არის ჩართული ოპოზიციურ აქტივობებში. გარდა ამისა, ის გამოირჩევა სუბიექტური მიმართებებით ოპოზიციის მიმართ. ქართული ოცნების წევრების თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლების ოპონენტებს ქუჩაში დესტაბილიზაციის გეგმა ჩაუვარდათ, ახლა ისინი ორიენტირებულნი არიან სიმულაციური ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობაში, რომელიც საზოგადოებას უნდა მიაწოდონ, თუმცა რეალურად ყველა საერთაშორისო პარამეტრი აჩვენებს იმას, რომ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, ეს ტენდენცია სამომავლოდაც, მათ შორის მსოფლიო ბანკის ინდიკატორებით გრძელდება და შენარჩუნდება. ეს ქალბატონი არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი და ბუნებრივია, რომ ის ასრულებს სწორედ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის დაკვეთას. კვლევის მიკერძოებაზეც არ აქვს საუბარი. აქ არის საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა და კონკრეტულად რა? ანუ, როდესაც ხედავენ, რომ ამ ფერადი რევოლუციის ტრადიციული მეთოდებით მიზანს ვერ აღწევენ, რა თქმა უნდა, თავარი გამოწვევა, რასაც ისინი ახლა უყურებენ, არის ის, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური წინსვლა და სოციალური აფეთქების არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ამიტომ დღეს, რა თქმა უნდა, თავარი სამიზნე მათთვის არის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გარშემო შექმნან გარკვეული დაძაბულობა.
ჩვენ გვახსოვს დეკემბერში, იანვარში ეს ადამიანები გამოდიოდნენ უწყვეტად ეთერებში, ასევე სოციალურ ქსელებში და წერდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოს ელის აპოკალიფსი, რომ ჩვენთან ახლა დაიწყება ეკონომიკური კრიზისი, რომ ჩვენ აღარაფერი აღარ გვეშველება. ამის საპასუხოდ ჩვენ ნახეთ, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. ამიტომ, როდესაც ეკონომიკაზეა ლაპარაკი, ყველაზე მარტივი არის ციფრებით საუბარი, ხო? 9.3%-ია ჩვენი ეკონომიკური ზრდა, ის აპოკალიფსი და კრიზისი, რომელზეც ისინი ლაპარაკობდნენ დეკემბერში, იანვარში და დღესაც ლაპარაკობენ, ეს არ მომხდარა. შესაბამისად, ესეც არის იგივე იმ, ასე ვთქვათ, პროცესის გაგრძელება. ACTR-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. კომპანიაში ამბობენ, რომ კვლევა ბუნებრივია, ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, არ ხსნიან იმას, თუ რატომ გახდა აუცილებელი საზოგადოებისთვის ეკითხათ, ელოდება თუ არა მოქალაქეების ნაწილი ეკონომიკურ კრიზისს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება და ამავდროულად პოზიტიური არის მოლოდინებიც. მადლობა შოთა ფალაონდიშვილი საუბრობდა კურიერის ეთერში. ავტორები აცხადებენ, რომ კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტელეფონით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, მიზანი კი განწყობების გაზომვა იყო. ACT-ში ამბობენ, რომ კვლევა ინტერპრეტაციის თავისუფლებას ტოვებს. კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით. შემთხვევითი შერჩევის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ შემთხვევითად გენერირებულ ნომრებზე პროგრამის საშუალებით ვრეკავთ, ჩვენი ოპერატორები ახორციელებენ ამ ზარებს. ამ შემთხვევაში უბრალოდ არსებული სიტუაციის ფონზე მნიშვნელოვნად მივიჩნიოთ, რომ სწორედ ამ სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით შეგვესწავლა მოსახლეობის განწყობები. ზოგადად ამ პასუხებიდან გამომდინარე ინტერპრეტაციის საგანია შეიძლება ითქვას და სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ. ჩვენ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ აი ფაქტები წარმოვაჩინოთ. შემდეგ ამას როგორ აღვიქვამთ, ასე ვთქვათ, და რა ინტერპრეტაციას მივცემთ, ეს არის სხვა საკითხი. საქსტატმა ეკონომიკური ზრდის წინასწარის შეფასება გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, მარტში შარშანდელთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9% შეადგინა. კვარტლის საშუალო რეალური ზრდა კი 9.3%-ით განისაზღვრა. ინფორმაცია გავრცელა ეკონომიკის სამინისტრომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო ტენდენციებმა საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით კი საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას. გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. სავალიდო ფონდის პროგნოზით რეგიონებისა და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალო ვადიან პერიოდში 2025-30 წლებში და საშუალოდ 5.2% შეადგენს. ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში. გეოპოლიტიკური და ზოგადად რეგიონალური შოკების და დაძაბულობის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებს. ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობი იყო ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, კერძოდ მარტის თვეში ექსპორტი 8%-ზე უფრო მეტად გაიზარდა და ექსპორტის მოცულობა 566 მილიონი $100 შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტლის მაჩვენებლებით ტურისტულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 826 მილიონი $100 შეადგინა. შარშანდელის 9.4%-იანი ზრდის შემდგომ ასეთი მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება ჩვენ გვაძლევს რეალურ წარმოდგენას იმისას, რომ საქართველოში წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, შეიძლება იყოს უღნიშნო ეკონომიკური ზრდაც კი, რაც საქართველოს გამოარჩევს ევროპაში, გამოარჩევს მსოფლიოში, საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას და მომდევნო წლებში აუცილებლად მივახცევთ კეთილდღეობის მაღალ დონეს. დღეს შეერაღებული ძალების 34 წლის იუბილეა. თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა ვაზიანში. ფიცი დადეს რეკრუტებმა, შეკრებლებს მეოთხე ბრიგადის ტერიტორიაზე სიტყვით მიმართეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა. უწყებრივი მედლებით დააჯილდოეს სამხედროები. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქეთს ვიხრი თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე. განსაკუთრებული პატივისცემით სურს მიმართოთ ჩვენს ვეტერანებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის საუკეთესო წლები მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის დაცვას. დიდი მადლიერებით ვიხსენებთ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს,
რომელთაც განუზომელი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს წინაშე. ქეთს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს ჩვენი ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა. ჩვენი სამხედრო ძალები პირნათლად ასრულებს იმ მთავარ მისიას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. ამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. გვირდებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. გერქვა საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის დობასა და სიყვარულს. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მიულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მინდა მათ უთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებ. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლო სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთა შორის თქვენ უპირველესი ადგილი გიგავიათ. გარწმუნებ ჩვენი ხელისუფლება, ისევე როგორც დღემდე მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. ქალბატონებო და ბატონებო, ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს. სახელმწიფოს ძალისხმევას თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულობა, ყველგან და ყოველთვის თავგაწერითა და გმირობით დაიცვა საკუთარი სამშობლო. მხარდამხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია. განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა საქართველოს ომის ასპარებად ცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგზეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა. ვამაყობ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ქართული ჯარი დედა ეკლესიასთან ერთად მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს: მამულს, ენას და სარწმუნოებას. თავდაცვის ძალების მიმართ საყოველთაო ნდობა და სიყვარული ჩვენი მეომრებისა და სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული. სამშობლოს დასაცავად ჩვენს უახლოეს ისტორიაში არაერთი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი გვაქვს. დღეს თავდაცვის ძალები გახლავთ თანამედროვე ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალა, რაშიც თითოეულ თქვენგანს დიდი წვლილი მიუძღვის. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის 117 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 30 წელზე მეტია ემსახურებიან სამშობლოს და თავდაცვის ძალების განვითარების ცოცხალ ისტორიას განასახიერებენ. ჩემთვის და ყველა ცაობის სამხედროსთვის პატივია თქვენთან ერთად ჯარის მშენებლობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარის მიმართ კი განსაკუთრებულია. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით საქართველოში 20-დან 25,000-მდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზუსტი ციფრის დადგენა რთულია, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს. უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე დარახველიძემ პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მან მიმართულებით სამინისტროს მიერ მომზადებული, სწორედ ამ მიმართულებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა. მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის, ძალიან ხშირად ხდება. სოფლიოში მზარდი ტენდენცია არის მიგრაციული ნაკადების მარტო 2023 წელს 116 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი.
ბუნებრივია ეს ადამიანები მოძრაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ყველა ქვეყანა ცდილობს რომ მაქსიმალურად გაამკაცროს კანონმდებლობა და ასე ვთქვათ თავისი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან თანხვედრაში მოიყვანოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენში მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ერთის მხრივ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, მეორეს მხრივ თავშესაფრის სისტემის ბოროტად-სარგებლობის პრევენციას. ეს სულ შესაბამისობაშია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან. თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის პარლებში 2025 წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შიჩიმო პირებისთვის 3161 ვაუჩერს გასცემს. ამის შესახებ კახაკალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საკურორტო ვაუჩერის მფლობელებს მისი გამოყენება 1 მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მათთვის სასურველ დროს შეეძლებათ. მიმართულებით მათი სწრაფი გამრავლება მაინც ხდება იმუშავებს. როგორც საკურორტო ვაუჩერის რაოდენობა, ისე ვაუჩერის თანხა ყოველწლიურად იზრდება. აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ადამიანი სარგებლობს და რა თქმა უნდა ჩვენ წელსაც მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მოვახდინოთ დაფინანსება. საკურორტო ვაუჩერის გამოყენება მაისის თვიდან 15 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და მის მფლობელს ამ პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თვეს და რიცხვში შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული ვაუჩერი. შიჩიმო პირის კანონიერი წარმომადგენელი საკურორტო ვაუჩერს მითითებულ მისამართზე საქართველოს პოსტის მეშვეობით მიმდინარე კვირის განმავლობაში მიიღებს. ვაუჩერის მფლობელი, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღებას შეძლებს ჩვენი მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ექსპოზიციაზე საქართველოდან წარსდგა 33 ტურისტული კომპანია და სასტუმრო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია. გამოფენაში 166 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს ბევრი წელია წარმოადგენილი არის აღნიშნულ ღონისძიებაზე. ჩვენთან ერთად ეროვნულ სტენდზე იმყოფება 35 კომპანია, კერძო კომპანია. მთელი 4 დღის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები პარტნიორებთან, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან. საოკუპაციო რეჟიმმა ხარკოვს დაარტყა, დაღუპულია 1 ადამიანი, დაშავდა 47, მათ შორის 2 ბავშვი. რუსულმა ძალებმა დრონებით იერიშები მიიტანეს დნიპროზეც. ქალაქში აფეთქებების შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა 1 მოქალაქე. ABC-სთან ინტერვიუში ტრამპი ამბობს, რომ უკრაინაზე თავდასხმების მიუხედავად პუტინს ომის დასრულება უნდა. მისივე აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ოცნება იყო მთელი უკრაინის დაპყრობა, მისი წყალობით კი ის ამას ვერ მოახერხებს. მან პირდაპირ არ უპასუხა შეკითხვას, ენდობა თუ არა პუტინს და არ გამორიცხა, რომ მის გაცურებასაც ცდილობდეს. გენერალმა კიტკელოგმა კი მოსკოვს მოუწოდა ცეცხლის მუდმივი და ყოვლისმომცველი შეწყვეტის შეთანხმება დადოს და თქვა, რომ ახლა ყველაფერი პუტინზეა დამოკიდებული. ამერიკა მოლაპარაკებებს დატოვებს, თუ მხარეები პროგრესს არ აჩვენებენ, განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც. სასამართლოს გადაწყვეტილებით ტრამპის ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლებას კონგრესის მიერ გამოყოფილი 12 მილიონი დოლარი უნდა გადაურიცხოს. Associated Press-ის ინფორმაციით, ფედერალურმა მოსამართლემ დასკვნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება თანხა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაბლოკოს. 2025 წელს რადიო თავისუფლებისთვის გამოყოფილი თანხა 77 მილიონია. სამი ადამიანი დაიღუპა სროლის დროს შვედეთის ქალაქ უფსალაში. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან ელექტროსკუტერით გაიქცა. დანაშაულის მოტივი და დამნაშავის ვინაობა უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება. სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა ესპანეთში ელექტროენერგიის გათიშვა. ერთ-ერთ სახლში სამედიცინო ჟანგბადის აპარატის ჩართვა გენერატორის დახმარებით სცადეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა. მოგვიანებით მაშველებმა სახლში ხუთავი აირის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს. ესპანეთსა და პორტუგალიაში მილიონობით ადამიანი ორშაბათს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მიზეზად გაუმართავობა დასახელდა. ტრაგედია მოხდა ჩინეთშიც. ქალაქ ლიაუნინგის ერთ-ერთ რესტორანში გაჩენილ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3. ჩინეთის პრეზიდენტმა მოუწოდა სამართალ დამცველებს დროულად გამოიძიონ ფაქტი და დაეხმარონ დაზარალებულებს.
ის იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად 3 საათამდე. თქვენ კი დღის სხვა ამბებს გაეცანით ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.g კურიერი გემშვიდობებად 6-მდე. დროებით.